ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი დღეისათვის პროსტატის დაავადებათა მკურნალობის ლიდერია და არა მხოლოდ საქართველოს, კავკასიის, შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით, არამედ მსოფლიოს დონეზე. მიზეზი ამის არის ის რობოტული ტექნოლოგიები, ის ულტრა თანამედროვე სამკურნალო და დიაგნოსტიკური საშუალებები, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ის უნიკალური შესაძლებლობები, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რა თქმა უნდა, ექიმთა კვალიფიკაცია. ჩვენს კლინიკაში არის პროსტატის სიმსივნურ დაავადებათა მკურნალობის ორი რობოტული ტექნოლოგია, რომელიც ერთად აღებული, ეს არის რობოტული ქირურგია და ეს არის რობოტული ფოკალური თერაპია. ეს ორი რობოტული ტექნოლოგია ერთად ძალიან მცირე ოდენობით კლინიკებში არსებობს მსოფლიოში. მე არ ლაპარაკობ საქართველოზე, არ ლაპარაკობ დაუშვათ კავკასიის რეგიონზე. მსოფლიოში ძალიან ცოტა არის ისეთი კლინიკები, სადაც ეს ყველა ერთად არის. ასევე ულტრა თანამედროვე პროსტატის დიაგნოსტიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს პროსტატის სიმსივნის დაავადების თითქმის 100%-იანი დიაგნოსტიკა მოვახდინოთ. ეს არის ტრანსპერინეული fusion ბიოპსია მიკროულტრაბგერა 29 MHz-ზე დაყრდნობით. ეს ყველაფერი არსებობს ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში, არა მხოლოდ თბილისში, არამედ ფილიალებშიც, როგორც არის მაგალითად ბათუმის ფილიალი, ქუთაისის ფილიალი, ზუგდიდის და ვაკე-საბურთალოს ფილიალები. რამოდენიმე წელია ეს ტექნოლოგიები დანერგილია, ათასობით პაციენტებს მოესახურა უკვე კლინიკა ამ მიმართულებით. დღეს ვეცდებით, რომ ერთი დღის განმავლობაში გაჩვენოთ აი ეს ყველა რობოტული ტექნოლოგიები როგორ ვიყენებთ მას ერთ დღეში. ამ წუთში პაციენტი მზად არის რობოტული ქირურგიისთვის, პროსტატაზე უნდა გახორციელდეს რობოტული ოპერაცია. რობოტულ ოპერაციებს პროსტატაზე ვახორციელებთ როგორც პროსტატის ავთვისებიანი დაავადებებისას, ასევე პროსტატის კეთილთვისებიანი დაავადებებისას. პროსტატის ავთვისებიანი დაავადებებისას ხდება პროსტატის სრული ლიკვიდაცია, პროსტატის კეთილთვისებიანი დაავადებებისას ხდება სიმსივნის ლიკვიდაცია, ან კეთილთვისებიანი სიმსივნის ლიკვიდაცია, ადენომის ასეთად ლიკვიდაცია, ხოლო პროსტატას რჩება საი. ის ტექნიკები, რომელიც ჩვენ დავნერგეთ და გამოვიყენეთ და შევიმუშავეთ იმ ასეულობით ოპერაციის ნიადაგზე, რომელიც უკვე ჩატარებულია, გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ოპერაციები განხორციელდეს მინიმალური გართულებების რისკის ფონზე. თითქმის ნულოვანი არის შარდის შეუგაბრობის გართულება, რაც ამ ოპერაციებს შეუძლებლად ახასიათებს ხოლმე. თითქმის 100%-ით პაციენტებს არ გააჩნიათ ოპერაციის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით უკანასკნელი ტექნოლოგიების ფონზე, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, თითქმის 100%-ია შარდის შეკავების უნარი ოპერაციის შემდგომ. ასევე შესაძლებელია სრულად შენარჩუნება მამაკაცის სქესობრივი ფუნქციის, მაშინ პროსტატის ოპერაციები, რომელიც რობოტულად ხორციელდება, გინდა ეს იყოს ავთვისებიანი, გინდა ეს იყოს კეთილთვისებიანი, დღეისათვის ეს გახდა რუტინა, ძალიან სტანდარტიზებულია, სულ რამოდენიმე დღეს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ძალიან სწრაფი არის ამდღენის პერიოდი, რობოტული ქირურგია პროსტატის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი დაავადებებისას ჩვენს კლინიკაში უკვე არის ასეულობით განხორციელებული და მას ძალიან კარგი შედეგები აქვს. დღეს ასევე ჩვენ ამ საოპერაციოში ჩავატარებთ რობოტულ ფოკალურ თერაპიას, რომელიც შინაარსობრივად სრულიად სხვა ტიპის ჩარევა და მოგვიანებით ამასაც გაჩვენებთ. როგორც დილას მოგახსენეთ, პირველი მეთოდი იყო რობოტული ქირურგია, ხედავთ რობოტის თავად, რობოტული ქირურგიის აპარატს გააჩნია კლავები, რომელიც იმართება ქირურგის მიერ, ეს კლავები შედის ადამიანის ორგანიზმში და იკეთება ოპერაცია. ეს არის რობოტული ქირურგია. და არის კიდევ რობოტული ფოკალური თერაპია. აი ეს არის რობოტული ფოკალური თერაპია. რობოტული ფოკალური თერაპია ეს არ არის ქირურგიული მკურნალობა, ასე ვთქვათ, არ არის ინვაზიური ქირურგიული მკურნალობა ტრადიციული გაგებით. ჩვენ არც არ ვაკეთებთ არანაირ განაკვეთს. ორგანიზმში შესწევა ხდება გადამწოდით, სპეციალური გადამწოდით, გადამწოდი თავსდება სწორ ნაწილში, ისე რომ პროსტატასთან უშუალო სიახლოვეში იყოს, ხდება პროსტატის ვიზუალიზაცია, განახვა და იმ სპეციფიკურ უბნების განადგურებას ვახდენ პროსტატაში,
რომელშიც არის სიმსივნე. მასალამე რა არის გასხვავება ამ ორ რობოტს შორის? პირველი აპარატი თომა იძლევა საშუალებას, რომ პროსტატის სრული ლიკვიდაცია მოვახდინოთ ქირურგიულად, ისე რომ პაციენტმა არ იყოს არანაირი დისკომფორტი, არ ქონდეს შარდის შეუკავებლობა, არ დაკარგა, შევინარჩუნოთ ნერვები, შევინარჩუნოთ ერექცია, შევინარჩუნოთ პოტენცია და მოვსკოთ სიმსივნე. ხოლო რობოტი Focal 1 არის სპეციალურად შექმნილი იმისთვის, რომ პროსტატის სიმსივნეს უყურალოთ ოპერაციის გარეშე. შევინარჩუნოთ პროსტატა, გავანადგუროთ სიმსივნე ყველანაირი ქირურგიის გარეშე. აღმოსავლეთ ევროპაში, თურქეთში, კავკასიაში, შუა აზიაში, ცენტრალურ აზიაში არსად არ მოიპოვება მსგავსი კლინიკა, სადაც ორი რობოტი იყოს ერთად პროსტატის დაავადებათა საკმაოდ. აი ეს ტექნოლოგიები არ დამეწია გუში. ეს რობოტული ქირურგიაც, რობოტული ფოკალური თერაპიაც უკვე რამოდენიმე წელია ასეულობით პაციენტი არის გამჯანმრთელებული ამ მეთოდებით და მე იმედი მაქვს კიდევ რომ მრავალი პაციენტი, მრავალი მამაკაცი, როგორც საქართველოში, ასევე მთელს კავკასიის რეგიონში, მთელს შავი ზღვის რეგიონში გამოიყენებს აი ამ უნიკალურ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისთვის, რომ დაამარცხოს პროსტატის სიმსივნური დაავადებები, როგორც აუტიზმიანი, ასევე კეთილშობიანი.